ნიკორწმინდა შიჭელიში უდაბნოში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირო აღევლინა. წირო ეპისკოპოსმა ვახტანგ ლიპარტელიანმა აღევლინა მამათა მონასტერში 10 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო სამონასტრო ცხოვრება. ადგილზე ერთი თვის წინ ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. მონასტრის აღდგენითი სამუშაო კი გაზაფხულზე დაიწყება. სულმან ჩემმა ღვთისავი მართმა ცხოვრისა ჩემისა ეს გახლავთ ისტორიული მე-11 საუკუნის მონასტერი. სამწუხაროდ ჟამთა სვლამ დააკლო ამ მონასტერს ის, რომ ჩამოინგრა დაახლოებით 50 წლის წინ კამარა და ესე ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ უფლის განგებითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიწმინდა ამ ზაფხულს ეს ტაძარი და საგაზაფხულოდ დაგეგმილია აღდგენითი სამუშაოები. ამ დღეს ჩვენმა მეუფემ ვახტანგმა ნიკორწმინდის ეპარქიისა პირველად სწერა ამ ტაძარში. ადრეც ჩვენ მრევლი დავდიოდით აქ, მაგრამ მეუფესთან წირვა არ ყოფილა. და დღეს არის ეს დიდებული დღე, შესანიშნავი. მიულოცავ მთელ საქართველოს